სალამი ლევან, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. დღეს მე და ლევანმა უნდა ვისაუბროთ მეგობარი აქტის დეტალებზე. დაწვრილებით გავაშუქოთ ყველა ის სიკეთე, რომელიც ამ აქტმა უნდა მოგვიტანოს. და სულ მოუთმელად ველოდებით, როდის დადგება ის მომენტი, როდესაც მას საბოლოოდ მოეწერება ხელი. მე შპარგალკა მაქვს ისეთი რომ რამე თუ გამოგრჩა, რომ იქიდან გავიხსენოთ და ისე ვილაპარაკოთ და მანამდე პირდაპირ დავიწყოთ ჯერ საუბარი ზოგადად და მერე თუ რამე გამოგრჩა იმ ზოგად საუბარში, მერე დეტალებს შპარგალკიდან ამოვიკითხავ. ჯერ ზოგადი კარგაა, ასე ვთქვათ, სამართლებრივი თუ შეიძლება ასე ითქვას, ხო? მეგობარი აქტს კენჭი ეყარა კონგრესის ქვედა პალატაში, ის გავიდა და ის არის განხილვაზე გადატანილი ზედა პალატაში, ანუ სენატში. Yes. უკვე მეხსიერება თუ არ ვღალატობს, მესამე თუ მეოთხე თვეა ის სენატია და თუ სწორად მახსოვს, გადასვლის მომენტში იყო რიგში 70-ე. აი მომენტში, როცა ის გადავიდა, ანუ იმ რიგითობით, რომელიც სენატმა უნდა განიხილოს კანონები, ის იყო 70-ე. ეხლა ამ მომენტისთვის მე დავინტერესდი და ის წინ არის, ასე ვთქვათ, ზემოთ არის აწეული დაახლოებით 10 პოზიციით. აი სიჩქარე ასე უნდა დავთვალოთ, ახლა 10 პოზიცია 4 თვეში ასე არ უნდა დავთვალოთ, იმიტომ რომ 2 თვე ჩათვალეთ, რომ სენატი უფუნქციოდ იყო, ანუ იქ შებულება, მერე სანამ გამოვიდნენ და ასე შემდეგ, ხო. და შატდაუნი არ არის ჯერ კიდე დასრულებული, ხო? ხო, მაგრამ ეგ სენატის საქმიანობას ნაკლებად ეხება, ასე ვთქვათ, ნაკლებად ეხება. კანონმდებლებისთვის შატდაუნი სენატსაც შეეხება და კონგრესმენებსაც შეეხება, ვრცელდება მხოლოდ ამორჩევლებთან შეხვედრების ნაწილში. ანუ ისინი ვალდებული არიან, მათ უნდა გააგრძელონ საპარლამენტო საკანონმდებლო მუშაობა, უბრალოდ არ ფინანსდება მათი მივლინებები, როცა ისინი ჩადიან, თქვათ, შეხვედრებზე თავიანთ ამორჩევლებთან. იქ ეს ლირიული გადახვევა, სხვათა შორის ეს არის ძალიან აქტიური პროცესი და კონგრესმენებიც და სენატორებიც თავიანთი საქმიანი წლის, კვირის თუ თვის, როგორც გენებოთ ისე შევაფასოთ, დაახლოებით 70%-ს უთმობენ სწორედ აი ამ საქმიანობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკული პოლიტიკური კულტურისთვის, ეს არის გამსაზღვრელი, რომ უპირველეს ყოვლისა ისინი მათ უნდა ქონდეთ კომუნიკაცია თავიანთ ამორჩევლებთან, უშუალო კომუნიკაცია. ხო. დაინტერესებულმა საზოგადოებამ ალბათ იცის, რომ იყო მცდელობა, რომ მეგობარი აქტი გაერთიანებულიყო, ესეც ამერიკული პოლიტიკური კულტურის ნაწილია და დავაზუსტებ რაზე არის, სხვა საკანონმდებლობასთან ერთად პაკეტში. როდესაც ესეთი პაკეტური განხილვა ხდება, როგორც წესი უფრო დაჩქარებულია, იმიტომ რომ სინამდვილეში რამოდენიმე კანონპროექტს აერთიანებენ ხოლმე ერთ პაკეტში და კანონმდებლებსაც ურჩევნიათ, ასე ვთქვათ, წინ წაიგდონ საქმე და ფაქტიურად რამდენიმე კურდღელი ერთად მოკლან, თუ შეიძლება ასე ითქვას ამ შემთხვევაში, მაგრამ ეს მცდელობა გაიყინა. რომელ კანონებთან უნდა შევერთებულიყავით, ამასაც საინტერესოა. ანუ თუ პაკეტში მოხდებოდით რასთან და ვისთან ერთად? ეს უნდა ყოფილიყო, ესე იგი, თავს იყრიდა ერთ პულში, ასე ვთქვათ, ხო, ერთ საკანონმდებლო პულში თავს იყრიდა. რამოდენიმე თემა, ერთი ეხებოდა ბიუჯეტს, ანუ ესე იგი, მომავალი სანქციები საქართველოს მიმართ, როგორ აისახებოდა ამერიკის ბიუჯეტზე. აი, აქედან ხდებოდა ერთი მიბმა და მეორე მიბმა შესაძლოა ეს ჯერ კიდევ წინ გვაქვს და შეიძლება მოხდეს თუ დაიძრება, ესე იგი, რუსეთის წინააღმდეგ
ეკონომიკური უпростоრეთ იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის და რუსეთს ეხმარებიან ეს იმის კანონი, იმის ჩვენ წინააღმდეგ. რო გვიყვარს იმ სენატორის ლინსი გრემის, ხო? მაგას გულისხმობ. თუ არა? ლევან, ლინსი გრემის გაითიშე? ინიციატივაზე ლაპარაკი, კი. ხო, ან ინტერნეტი კი, გქონდა ლინსი გაშლილი? გრემის ინიციატივაზე. ხო. მე არ ვიცი, ჩემთან კარგი ინტერნეტია, ელისო, შენთან რა ვიცი, როგორ ხდება. კაი. ცოტა ხანი ხო, ახლა ჩემთან ახლა დაკიდებული. გასწორდა, კი, ხო. გასწორდა ახლა. ეს არის ლინსი გრემის ინიციატივა და აქაც ეს ინიციატივა რომ დაძრულიყო, მე დარწმუნებული ვარ, რომ სენატორი კორნინიც, რომელიც აჩერებს, ასე ვთქვათ, ამ კი. განხილვას და კორნის კიდე დაუბრუნდებით ჩვენ აუცილებლად. კი. დარწმუნებული ვარ, რომ უფრო სწრაფად გავიდო და თუმცა მე კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს მაყურებელს, მსმენელს უთხრა, ეს არის ჩემი პირადი შეფასება ამ შემთხვევაში. მე ვფიქრობ, რომ კარგია, რომ ესეთი დაჩქარებული წესით არ იქნა მიღებული ეს აქტი. მეც იმიტომ რომ ამ რეჟიმის მთელი, ასე ვთქვათ, ისაძაგლეები უნდა კი, ეს სიბილწე, რაც ახლა ხდება, ხო, კარგად უნდა ადუღდეს და გადმოვიდეს, რო იტყვიან, აი ქვაბიდან უნდა გადმოვიდეს და ასე ვთქვათ, ყოველთვის უფრო რთულია მერე ცვლილებების შეტანა მიღებულ კანონმდებლობაში, იმიტომ რომ იწელება ხოლმე ეგ ამბავი, ვიდრე თავიდანვე ყველაფერი რო იყოს შეტანილი. დიახ. თან აქ ისეთი, ასე ვთქვათ, მეგობარი აქტის თემაში და თქვენ თვითონ ხვდებით ალბათ, ახლა შინაარსზე არ გავცელებით, თუ საჭირო მაგასაც ვიტყვი. ხვდებით ხო, რაზეც ისეთ თემებზეა საუბარი, რაც უნივერსალური არის და ბიპარტიულია ამერიკაში. ანუ ორივე პარტიისთვის ამერიკის კონგრესში წარმოდგენილი ორივე პარტიისთვის ეს არის მნიშვნელოვანი კორუმპირებულ პოლიტიკოსებს ეს არის გამოხატვის თავისუფლება, ზოგადად დემოკრატია და ასე შემდეგ, რაც ორივე ფრთისთვის, ამერიკული პოლიტიკური სპექტრისთვის არის მნიშვნელოვანი და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობს ასეთივე ორპარტიული კონსენსუსი საქართველოს როლის შესახებ ჩვენს რეგიონში და მის გეოპოლიტიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ესეც ორპარტიული კონსენსუსია. ელისო, გაყინული ხარ და პირველად მოხდა ასეთი რაღაცა, ახლა არ ვიცი ის წინა რაც ვილაპარაკეთ ჩაიწერა თუ არა ზუმმა და მოკლედ გავაგრძელოთ ჩვენ და თუ არ ჩაიწერა, მე გამოჩნდება. სად გავჩერდით, ხო, იმაზე რა ქვია. ხო, რომ კარგია, რომ არ გაერთიანდა, იმიტომ რომ მანამდე ყველაფერი უნდა იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, რომ კანონპროექტის შეტანის მომენტიდან და თუნდაც მისი ქვედა პალატაში დამტკიცების მომენტიდან, ხო? საქართველოს აი ესეთ თავბრუს დამხვევის სპირალით უფრო და უფრო მიექანება ჯოჯოხეთისაკენ რა და ძალიან ესე იგი კიდევ უფრო წინ კი არა ქვემოთ ჩავედით, ხო, იმ ფსკერისკენ, რომლისკენაც ეს საზოგადოება რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება საქართველოში მიგვაქანებს. ასე რომ მე ვთვლი, რომ ძალიან კარგია, რომ ესეთი დიდი სისწრაფით არ ხდება, თან მიაქცეთ ყურადღება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ესე იგი კატეგორიულად მნიშვნელოვანია ჩვენი სიტუაციის, რაც აქ ხდება, სინქრონიზაცია უკრაინის სიტუაციასთან და ასევე ამიერკავკასიის ჩვენი მეზობლების სიტუაციასთან.
საქართველოს ბმა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ხედავთ, რომ მაგალითად უკრაინის ნაწილში, ხო, ასე ვთქვათ, კვანძის გახსნისკენ მიდის სიტუაცია, თუ შეიძლება ასე ითქვას, ხო? ზეწოლა გრძელდება და პრაქტიკულად ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ ღიად გამოაცხადეს ის პოლიტიკა, რომელსაც 1993 წლიდან დაანონსა და განახორციელა რონალდ რეიგანმა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. აი მისი მსგავსი იყო ის განცხადება, ოღონდ რა თქმა უნდა ტრამპის სტილში. რეიგანი გაცილებით უფრო აკადემიური იყო და ასე შემდეგ, ხა იქ არ წავალ, მაგრამ შინაარსი, როდესაც ტრამპმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ აახლებს ბირთვული იარაღის გამოცდებს, იმიტომ რომ ვიღაცეებმა ძალიან ნამეტანი გააჭენესო და მეო ჩვენო აქაც მოვიგებთო, აი ეგ იყო ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება და რო შეადარო ტრამპი და რეიგანი, ეს შემიძლია თქვა. ხა რაც შეეხება სენატორ კორნინს, ჩვენ ამ მოდი მეგობარი აქცე დავასრულებ და მე თუ საჭირო არის მაგ შედარებასაც გავაკეთებ. გაცრავად. სენატორი კორნინი არის ოკლაჰომადან, რესპუბლიკელი სენატორია და მე მინდა შეგახსენოთ, რომ ჯერ კიდევ 2020 წელს კორნინი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც კი, მან სენატორმა რუბიომ, მაშინ ის ფლორიდელი სენატორი იყო, სენატორმა კრუზმა, ტედ კრუზს იმყავს მხედველობაში და ლინდსი გრემმა და კიდევ ერთი 6 სენატორი იყო მახსოვს 6 სენატორი და ძალიან ბევრი რამოდენიმე ესე იგი დაახლოებით 10-15 კონგრესმენი რომლებმაც ერთობლივ წერილს მოაწერეს ხელი ეს წერილი იყო პრეზიდენტ იმის რა ქვია ტრამპის მიმართეს მათ რომ ტრამპს გადაედგა რადიკალური ნაბიჯები ქართული ოცნების მთავრობის წინააღმდეგ, რომელიც ამ წერილში მოხსენებული იყო, როგორც პროირანული და პრორუსული გავლენის მთავრობა რეგიონში. ბრალდება იყო იმასთანაც წაყენებული, რომ საქართველოს მთავრობა არის არალეგალური ნივთიერებებით და იარაღით ვაჭრობაში შემჩნეული თავის ტერიტორიაზე ატარებსო ირანულ რაღაც აკრძალულ ტვირთებს, მოდი ასე ვთქვათ. და იქ იყო ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელსაც მაშინ დიდი ყურადღება სიძანვსაუბრა. ხო. ორიოდის სიტყვით, როგორც უკვე დაგვირდით, სენატორი კორნინის შესახებ. ეს ადამიანი ჩვენთვის საინტერესო გახდა მას შემდეგ, რაც რამოდენიმე სხვა გავლენიან სენატორთან ერთად, ყველა და ასევე კონგრესმენებთან ერთად, ყველა რესპუბლიკელი მოაწერა ხელი წერილს პირველი კადენციის დროს ტრამპის მიმართ, ეს არის 2020 წლის ზაფხული, სადაც ის სხვებთან ერთად, რა თქმა უნდა, მოითხოვდა, რომ ამერიკის მთავრობას განსაკუთრებული ყურადღება მიექცია, ესე იგი, რუსეთისა და ირანის პროქსი ივანიშვილის რეჟიმისათვის, აი ასეთი ფორმულირება იყო, ივანიშვილის რეჟიმისათვის, რომელიც იყო ჩართული, ესე იგი, უკანონო ტვირთების გადაზიდვაში, ასე ვთქვათ, ირანთან მიმართებაში და სხვა უკანონო ქმედებებში, რომელიც აზიანებდა ამერიკის ინტერესებს და მათ შორის იქ იყო მოხსენიებული კომპანია ფრონტერა. ხო, კომპანია ფრონტერა. ჯერ ორი სიტყვით ვინ მოაწერა ხელი, იმიტომ რომ ესეც მნიშვნელოვანია იმ წერილს. ესენი იყვნენ სენატორი ტედ კრუზი, მარკო რუბიო, დღევანდელი სახელმწიფო მდივანი, ლინდსი გრემი, მე ატყობთ, რომ ესენი ძალიან გავლენიანი რესპუბლიკელები არიან, ხოლო კონგრესმენებს შორის იყო ჩვენთვის ძალიან კარგად ნაცნობი ჯო ვილსონი
და სხვათა შორის კონგრესის დღევანდელი სპიკერი მაიკ ჯონსონიც. აა აა მაშინ რა თქმა მე არც ჩემი არც სხვისი განსაკუთრებული ყურადღება ამან არ მიიქცია, ცხადია რომ კომპანია ფრონტერა იყენებდა თავის ლოგისტურ შესაძლებლობებს და მან ზემოქმედება მოახდინა ამ წერილის შექმნაზე, მაგრამ ცხადია მხოლოდ ეს არ იყო, იმიტომ რომ მე შეგახსენებთ 2018-19-20 წლებში ამერიკის მაშინდელი ადმინისტრაცია აი როიტყვიან დაჟინებით ცდილობდა საქართველოს თავის ორბიტაში, ასე თქვა, თავის პოლიტიკურ ორბიტაში, მე გულისხმობ ამერიკის პოლიტიკურ ორბიტაში დაემაგრებინა და ნუ სამწუხაროდ ეს ცდები დასრულდა წარუმატებლად, იმიტომ რომ ივანიშვილის აი ამ დავარქვა არც ვიცი კოლექტივმა რა, მოდი ესე დავარქვა, ხო? მოახერხა ესე იგი ყურადღების გადატანა, გაწევა სიტუაციის, მაშინ გაწევა სიტუაციის და მიყვანა იქამდე, რომ ნუ სანამ არ მოხდა ჩანაცვლება ტრამპის ადმინისტრაციისა, ბაიდენისთვის საქართველოს საერთოდ ნულოვანი ინტერესის მასში აღმოჩნდა, თუმცა ჩვენს საექსპერტო წრეებში რატომღაც პირიქით არის ეს რომ აი თითქოს ტრამპს არ აინტერესებდა გახსოვს ეს ნარატივი აი რატო არ ნიშნავს ელს თუ არ აინტერესებსენ თუ მაგას ექსპერტო ხო 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 უბრალოდ მე შეგახსენებთ რომ ბოროტ 2018 მოქმედებები არიან ბოროტ მოქმედია ჩვენი საექსპერტო 2018 წელს იყო ხუტოკი ასე თქვათ ვაშინგტონში ვიზიტი კვირიკაშვილის 2019-ში იყო ვაშინგტონში ვიზიტი ბახტაძის იყო ვიზიტები აქ ჩამოვიდა ვიცე-პრეზიდენტი პომპეო და მერე ჩამოვიდა პომპეო ასე რომ ძალიან რთულია დააბრალო უბრალოდ ფაქტებს თუ დაალაგებ ხო ძალიან რთულია დააბრალო ტრამპის პირველ ადმინისტრაციას ასე ვთქვათ უყურადღებობა საქართველოს მიმართ ძალიან მიკერძოებული უნდა იყო რომ ეს დააბრალო ჩვენ არ ბოროტ მოქმედი უნდა იყო და უნდა იყო ხიხოს რეჟიმის მსახური ხო ხო ანუ ყველაფერს დავარქვათ ანუ ძალიან ვეფერებით ამ NGO კლასტერს ამ რაღაცა მოანალიტიკოსო კლასტერს ვითომ ოპოზიციას აი მაგათი რაღაცა შეცოდებამ და ბოლომდე არ გავწიროთ და იქნებ მოვეფეროთ და იქნებ ჭკუაზე მოვიდნენ აი ამან მოგვიყვანა იქ სადაც ახლა ვართ და ჩვენ არამკაფიო პოზიციამ და არახისტმა პოზიციამ ყველანაირი მავნებლობის მიმართ ხო და ახლა როგორც ირკვევა კომპანია ფრონტერა ლობირებს ხო ლობირებს აი ამ ესე გაწევას აი ამ ამბის კორნინის მეშვეობით და ნუ ასე თქვა სანთელი არავის არ ჭერია ნამდვილად მაგრამ არის ძალიან საფუძვლიანი ეჭვი რომ კომპანია ფრონტერას აქვს კავშირი დღევანდელ ასე ვთქვათ ივანიშვილის აი ამ საზოგადოებასთან და შეიძლება სწორედ ამიტომ ხდება გაწევა მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ ეს არის გაწევა ხდება არა განხილვის ამაზე კორნინს არა აქვს არანაირი ასე ვთქვათ მას არ შეუძლია ერთი სენატორი ვერანაირად ვერ ცვლის ამას. ლაპარაკი არის აი ამ პაკეტური გადაწყვეტილების მიღებაზე, რომელიც დააჩქარებდა პროცესს. პროცესის დაჩქარებასთან დაკავშირებით მე მოგახსენეთ ჩემი მოსაზრება. მე ვფიქრობ, რომ ახლა დაჩქარება არაფერში არ გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება რომ აი ეს კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ აი ეს ქვაბი, აი ამ სიბილწის და სიბინძურის, რომელიც დააყენეს საქართველოში, ეს უნდა ადუღდეს და გადმოვიდეს. გაცილებით უფრო მკაცრი იქნება, დარწმუნებული ვარ, მას შემდეგ რაც პარტიები აიგრძალება, მაგალითად, თუნდაც ხო? მას მერე რაც რეპრესიები ახლა ეს 3დღიანი და 5დღიანი დაპატიმრებების კი არა, უკვე ასე იგი ერთი უკვე 2 წელი 1 წლიანი გველოდება. და აი ესეთ
ამიტომ პარალელურად კიდევ ერთხელ გითხარით, რომ ძალიან კაფიოთ, ასე ვთქვათ, აი კრისტალიზდება პოზიცია, ამერიკის პოზიცია უკრაინის მიმართ და არა მხოლოდ უკრაინის მიმართ. ხო ხედავთ არა, რომ ასე ვთქვათ, ხატოვნად რო ვთქვა, ტრამპმა მსოფლიოს მიცა იქ რამდენი 9 წელი, 8 თვე, თუ რამდენი გავიდა, 9 თვე, იმისათვის რომ მოდით მეგობრებო, მშვიდობიანად ვიარსებოთ, ვივაჭროთ და ასე. ნუ სოფლიო ხა ყველას არ ეხება, ხო? რა პასუხიც გაცა მის ასეთ მცდელობებს, ყველას არ ეხება, კიდევ ერთხელ ვამბობ. ეხება რუსეთს პირველ რიგში და ნუ ჩინეთსაც ნაწილობრივ. თუმცა ჩინელები მაინც უფრო გონიერი ხალხია უდაოდ. და ნუ ამერიკა იწყებს მოქმედებას. ჩვენ ნახეთ რა გააკეთეს ირანში, ძალიან დიდი ალბათობით იგივე ელის ვენესუელას. და გამოჩნდა აი ამ ასე ვთქვათ, ამ ალიყურის კიდევ ერთი კანდიდატი სრულიად მოულოდნელად, თუმცა ჩემი აზრით აბსოლუტურად დამსახურებულად ნიგერიის სახით. აი გუშინ იყო ტრამპის განცხადება ნიგერიასთან დაკავშირებით, რომ ქრისტიანების ჟლეტას იქ თავი დაანებეთ, თორემ ძალიან სერიოზულად მოხვდებათ გოგრაში. ხო, ნიგერიას ესე აგდებითაც ძალიან უუყურებთ. ის არის აფრიკის ყველაზე დიდი სახელმწიფო და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელმწიფო, მოსახლეობის მხრივ 250 მილიონია მოსახლეობა. ერთი უნდა დავგუგლო, მე აფხაზეთი აქვს თუ არა ნაღიარები, როგორც რაღაცა არა დამოკიდებული. აქვს, არა. არა აქვს. იგი შეგიძლია არ დაგუგლო, ზუსტად ვიცი, რომ არა აქვს. არა, ეს უბრალოდ მაგალითად მოვიყვანე, რომ ასე ვთქვათ, ფერებას და ხვეწნას აღარავინ აღარ აპირებს. ასე რომ კიდევ ერთხელ ამ აქთან დაკავშირებით მე უფრო ოპტიმისტი ვარ, ვიდრე პესიმისტი. თუმცა, ხო, პესიმიზმი რაში მდგომარეობს? არსებობს ქსელში ტრიალებს შესაბამისი პეტიცია და ძალიან ცოტა არის ხელმოწერა საქართველოსთან. ძალიან უცნაურად ცოტა არის ამ აქტის და ასე თქვა თხოვნა, რომ დაჩქარებული წესით ერთად არ იყოს საჭირო ეს პეტიცია ჩემი აზრით, იმიტომ რომ ისეთ, ანუ არა ვისგან ელოდებიან ხელმოწერას, როდესაც არაინფორმირებულია საერთოდ პეტიციებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ პეტიციები აჩვენებენ ხოლმე, რომ რამდენად დამოკიდებული, ესე იგი საზოგადოება რამდენად არის ამ იდეით შეპყრობილი. გარწმუნებ ამერიკულ პოლიტიკურ კულტურაში პეტიციებს, რომელიც ესეთი მსოფლიო ყველგან ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ხელმოწერა, იმას ნაკლებად აქცევენ ყურადღებას, ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ მაგალითად ყველა სენატორი თავის საარჩევნო ოლქში მისი ამორჩევლების პოზიციას, რომელიც შეიძლება იქნას გამოხატული მაგალითად გაგზავნილი მეილით ან ესე იგი ოფისში, ადგილობრივ ოფისში, სენატორის თუ კონგრესმენის განხორციელებული ზარით. ბატონო სენატორო, მე ვარ თქვენი საარჩევნო ოლქში მაცხოვრებელი ესა და ეს და მე არ მომწონს თქვენი პოზიცია სიტყვაზე ამა და ამ საკითხთან დაკავშირებით. ვისურვებდი რომ ასე. აი, იქ უკვე ამისი კალკულაცია ხდება. მეორე რიგის ყურადღების, ასე ვთქვათ, მეორე რიგში ყურადღებას აქცევენ სხვა ამერიკელებს, არა თავისი ოლქიდან და შტატიდან, არამედ თქვათ კიდე სხვა თუ არის და ნუ უცხოელების სურვილები ყველაზე იქეთ არის, რა თქმა უნდა. ეგრეც უნდა იყოს სხვათაშორის. მე იმას ვამბობ, რომ პეტიცია, როდესაც მოსახლეობაში არ არსებობს ინფორმაცია, მეგობარი აქცია თითქოს არანაირი ინფორმაცია არ არსებობს და პეტიციის გაშვება ცუდი რაღაცა არა, მე ესე არ უყურებ, მე გეტყვი როგორ უყურებ. შეფასება შენი არის სწორი. მაგრამ ეგ სწორედ იმას აჩვენებს, რომ ინფორმაცია არ არის და ეს უნდა იყოს სიგნალი მაგალითად ჟურნალისტური წრეებისთვის, რომ მეტი ილაპარაკონ ამაზე, ხო? იმ ჟურნალისტური წრეებისთვის, რომელიც ტრამპს აგინებდნენ ლამის გუშინამდე. ანუ მეგობარი აქტი ხო არ არის, ასე ვთქვათ, პირდაპირ ბმა ხო არ უნდა იყოს, არა ტრამპზე, ეს ხო შენი ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეს უნდა უჭერდნენ ხარს თითქოს.
ასე არ მაგ არის? ნაწილში მე ძალიან პესიმისტური ვარ, იმიტომ რომ საქართველოში არ არსებობს ეს საღი საინფორმაციო სივრცე საერთოდ და ამ მხრივ იმედია ეს პეტიცია არ მოახდენს არანაირ გავლენას და ამ საქმეს პირიქით არ გააფუჭებს. არა, არც სამწუხაროდ თუ არც საბედნიეროდ ვერც ახდენს, ეხლა მე ჩავიხედე იმ დღეს ძალიან ცოტა ხელმოწერებია. ერთი სიტყვით, თავად ამ იდეას 1000 რაღაცა იყო მე რომ მოვაწერე იმ ხო, მომენტში. თავად ამ იდეას ჭირდება პოპულარიზაცია, რითაც მე და შენ ვართ ახლა დაკავებული სხვათა შორის, ხო? მათ შორის მაგითაც ვართ ახლა დაკავებული. ჩემი აზრით, მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს, მე განსაკუთრებით პეტიციის ლინკს დავდებ ამ ვიდეოს ქვეშ, ყველამ რო იცოდეთ, ვინც კი გიყურეთ, ბატონო, აუცილებლად გადადით პეტიციაზე, კი ბატონო, აუცილებლად. კი ბატონო. აი ეს არის ის ძირითადი რაც მინდოდა მეთქვა მეგობარი აქტის შესახებ და თუ რამე დამატებით გაქვს შეკითხვები, კი ბატონო, გიპასუხებ. აი ზუსტად იმისთვის რომ ხალხს უფრო მოუნდეს ხელმოწერა. ესე იგი ყველაზე რაც ისეთი შეიძლება რომ ყურში მოგხვდეს და გესიამოვნოს არის ის რომ მეგობარი აქტში გათვალისწინებულია და შესაძლებელია მოხდეს ისეთი თემის განხილვა რომ იქნებდა საქართველოს ამერიკა მისცეს უვიზო რეჟიმი. აა ეს ხო ძალიან ყველას გვესიამოვნება. აი სულ რომ რა ნანა, ვიცი მე დიდად პოლიტიკაში ვერ ერკვეოდე და გეოპოლიტიკაში და რაღაცა და ასე ნუ ის მაინც ხომ მოგინდება რომ ამერიკაში უვიზოთ შეგეძლოს როდისმე წასვლა. ნუ ხო, მაგრამ ამის პირობად არის და ჩამოთვლილი ისეთი ჩამონათვალია, რომელსაც ეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება არასდროს არ შეასრულებს, ხო, რა ხო, თქმა უნდა. ასე რომ ხო. ეს არის ამ შემთხვევაში ფუჭი ოცნება არის ეს. ესენი იმისთვის არ წამოუწყიათ საქართველოს დაშორება მთელი ცივილიზებული სამყაროსგან, რომ მე ახლა ესეთი რაღაცები გადაწყვეტილებები მიიღონ. თან ესენი ხო არ იღებენ ამ გადაწყვეტილებას, სხვა ადგილას ხო, იღებენ. ამას იღებს კრემლი. რა ხო, თქმა უნდა. კრემლის მოშორება იგულისხმება აუცილებლად და მე ეს ყველაფერი რასაც ახლა ვილაპარაკებ თავდაცვის გაძლიერება პირდაპირ აისახება იმაზე რომ უნდა გაძლიერდეს ჩვენი ჯარი რომ როდესაც უკრაინა დაასრულებს ომს რუსეთთან ჩვენ მერე შევძლოთ ყველას დახმარებით გარშემო ვინც კი ყავს აზერბაიჯანი დაგვეხმაროს თურქეთი დაგვეხმაროს უკრაინა დაგვეხმაროს და ჩვენი ტერიტორიები გავათავისუფლოთ და ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია მოვახდინოთ ანუ ამერიკის გარეშე ამას ვერ ვიზამ და მეგობარი აქტში ეს დევს პირდაპირ. ახლა მეგობარი აქტში იმას ვერ დაგიწერენ, რომ საქართველოს დეოკუპაცია მოვახდინოთ, თავდაცვის გაძლიერებაში ეს იგულისხმება. კი, რა თქმა უნდა, ეს იგულისხმება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ძალიან დიდი გზა გვაქვს გასავლელი. და ძალიან რთული გზა გვაქვს გასავლელი. სხვათა შორის მე ურჩევდი დაინტერესებულ საზოგადოებას დაახლოებით თუ არ ვცდები დაახლოებით 1 კვირის წინ აი ბოლო წერილი რომელიც გამოაგზავნა ციხიდან გივით არგამაძემ. მე გირჩევდი წაიკითხოთ არის ძალიან კარგი ანალიზი დღეს სად ვართ. მე მიდევს Facebook-ზე და აქაც დავდებ YouTube-ზეც დავდებ მაგ პოსტს. დღეს სად ვართ რომ საქართველოში სხვათა შორის პარალელია გაკეთებული უკრაინასთან, აი ის რასაც უპირებს უკრაინას რუსეთი, როგორ არის რეალიზებული უკვე საქართველოში. და რომ პრაქტიკულად ყველა თავის მიზანს მიაღწია საქართველოში, გარდა დენაციფიკაციის, აი თუ მიაღწია ყურადღება, ხო, დენაციფიკაციისა და ახლა სწორედ მაგას ცდილობს. აი ეს არის და დენაციფიკაცია ამ შემთხვევაში ქვია იმას, რომ აიძულოს პატრიოტულად განწყობილი საზოგადოების ფენები ან წავიდნენ ემიგრაციაში, ან პირზე ბოქლომი დაიდონ და საერთოდ იმას არის საუბარი. ხო, ან წავიდნენ ციხეში. ხო. სამწუხაროდ გივი პრაქტიკულად არაფერს წერს გამოსავალზე, რაც გასაგებიც არის ციხიდან ყველაფერს ვერ იტყვი. ანუ ახლა კაცი ციხეში ის კიდე იქიდან რამე მოწოდება გააკეთოს, რუსებს რო აქვს გამოთქმა ნიათხაძე ატკასი იქვე დაუმატებენ, ხო? ასე რომ რაც შეეხება ჩვენს მომავალს,
გველი ძალიან რთული გზა. ამ სირთულეს გარდა ჩვენი სახელმწიფო სისუსტისა, ჩვენი ასე ვთქვათ, რაღაცა რესურსების სიმწირისა ის განაპირობებს შენ შეეხი ამას გარკვეულწილად ჩვენი ინტელექტუალური სიბეჭავეც რა. მე ამაზე ხშირად ვსაუბრობ ელისო შენთან და კიდევ ერთხელ მინდა ინტელექტუალურ სიბეჭავეს ვეძახი, როდესაც ასე ვთქვათ, აი ამ კოშმარში, რომელშიც ვარ, დღესაც რო ვერ ხვდები ვინ არის შენი მტერი და მოყარე. აი დღესაც რო ვერ ხვდები, ამას ქვია ინტელექტუალური სიბეჭავე და ამ სინდრომით დაავადებული არის სწორედ ის ფენა, რომელიც თითქოს ინტელექტს უნდა ასხივებდეს, ხო? და ამიტომ მე სხვა ასე ვთქვათ, განმარტებას ამ მდგომარეობის ვერ ვპოულობ, არ ვიცი რა დავარქვა და როგორ და რანაირად რა. რომ ეს არის ჩვენი მედია და ჩვენი ეგრეთ წოდებული საექსპერტო საზოგადოება. კლასტერი. ხო, რომლებიც, ნუ, არ ვიცი. რას ფიქრობენ, როგორ ფიქრობენ, რატო აქვთ ესეთი ხისტი პოზიციები, მე არ მესმის. აი ვცდილობ მართლა გულწრფელად მინდა გავიგო. პირიქით, ხისტი პოზიციები არა აქვს, თეთრი შავი დღემდე არა აქვს გადაწყვეტილი და გარკვეული და ანუ ყველაფერს აქვთ და შავი სასარგებლოა. არა. არა, გადაწყვეტილი აქვს თողონ ცუდი სასარგებლო. არ არის გადღაბნილი არის, გადღაბნილები არიან როგორ გითხრა, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 30-40%. აი ზემოდან რომელი მთავრობაც არ უნდა იყოს, რასაც ჩამოსახებს, იმას რო აზახებს უკან. ნუ ეგრეა, მაგრამ როცა აი იცი, ყველანაირი ისა გაქვს, რა ქვია, დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ აი აქ არის სიკეთე და აი აქ არის ბოროტება, ხო? და მაინც აი როშები, რა ქვია, ამ თებშებს რო ცვლი შენით. ეს პირველ რიგში ეხება ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციისა და დამოკიდებულებას. ნუ მე არ მესმის რა, ესე იგი, ერთადერთი აი ეს ხაოსი, რომელიც არის გადმოგდებული დღეს ჩვენთვის გარედან, ეს ევროკავშირის განცხადებები და ისენი ბაქი-ბუქი ძალიან გთხოვთ რა კიდე რა ბაქი-ბუქი გერმანია რა საზღვრობებს აკეთებს საერთო საშინელება მაგას კიდე თავი დავანებოთ ხო გასაგებია მაგრამ აი კოლექტიურ ევროპაზე ვიძახი ხო აი რაღაც რეზოლუცია აბა ესა გმობთ მე რამდენი წელია უკვე მე გამოდიან და როსნეფტის სანქციებს არ შევუერთდები, არ შემიძლი. ხო, გერმანია როსნეფტს არ უერთდება, იქ თურმე ორბანი ბლოკავს, იქ იმას ბლოკავენ, აქ ამას ბლოკავენ და არაფერი არ ხდება საერთოდ, ხო? აი გადის თვეები, წლები, არაფერი არ ხდება. გარდა რაღაცა ჯგუფის ჯამში ალბათ რა ვიცი, რამდენ ადამიანზე ვრცელდება ეს სანქციები. შეიძლება მაქსიმუმ 200 კაცზე, ხო? ისიც მე მგონი ძალიან გავბერე ახლა ეს რიცხვი. არა, ძალიან გაბერე. ხო, თან ევროკავშირის არ არის რაღაც ცალკეულ ქვეყნებთან დაადო რაღაცეებს და ვიღაცაზე ბრიტანეთმა მაგალითად ეს საერთოდ ევროკავშირის ნაწილი არის. ხო. ანუ ჩვენ ევროკავშირისგან არაფერი არ გვინახავს. არაფერი არ არის, რა, რეალურად არაფერი არ არის და ამ დროს ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ეს გააკეთოს და ყოველ დღე, ყოველ კვირა გვიკეთებს ამის დემონსტრირებას. იგივე გერმანია გააჩნია მის მიერ გამოცხადებულ პოლიტიკას. ბოლო შესანიშნავი მაგალითი ტრამპმა განაცხადა შუალედური არჩევნების წინ არგენტინაში, რომ თუ მილეის პარტია, თუ მილეის დაუჭერდა მხარს მოსახლეობა, ის მილეის მიცემდა, ესე იგი, პესოს სასტაბილიზაციო კრედიტს 40 მილიარდ დოლარის ოდენობით. როცა კითხეს ჟურნალისტებმა, რომ ეს როგორ, ესე იგი, თქვენ
კი, ჩარევა. ის ადამიანი იზიარებს იმ ფასეულობებს, რომელსაც მე ვიზიარებ. და აი ბრაზილიის პრეზიდენტი ლულა არ იზიარებს იმ ფასეულობებს, რასაც მე ვიზიარებ და ამიტომ კი არ მივცემ რამეს, არამედ იქ რაღაც აუწევ კიდე იმ იმეებს, რა ქვია, ტარიფებს და საბაჟო გადასახადს. თითქოს რამე სხვანაირად ხდება ამ სოფლიოში? და გავიხედოთ მეგობრებო, რაღაცა იმასა ვქნათ რა. რაღაცაზე დავფიქრდეთ, რაღაცა გონება გავანძრიოთ. ზუსტად ვიცი. არ მინდა ხე გვარებს არ დავასახელებ რა. იმ ადამიანების ვისგანაც ვიცი. დავასახელოთ, ლევან, დავასახელოთ. არა, სხვა რამეს გეუბნები, არა, კაცო, მომისმინე. რომ ამერიკის კონგრესში არც ხვედა პალატაში, არც იმაში, რა ქვია, სახელმწიფო დეპარტამენტში ხო საერთოდ არ ენატრებათ რაღაცა საქართველოსდან ზარი და რომ გაიგონ საერთოდ საქართველოში რა ხდება. რა მე მესმის რომ რამოდენიმე პოლიტიკური პარტია, ასე ვთქვათ, ქართულად რა ქვია იმას, ნიჩაბზეს, ხო? ამ გრძალავზე, მაგრამ ბიჭო, სანამ ეს ნიჩაბი გატყორცნილა, ხო შეიძლება რაღაცის გაკეთება რა. ამ დროს ვიღაცა ადამიანები თავის კერძო ინიციატივით რაღაცებს ცდილობენ და სხვათა შორის ასე თუ ისე წარუმატებლად. რა გახდა, რატო? იმიტომ რომ ისა რა ქვია, მე რო ჩამოვლენ თბილისში, რომ სადღაც კაფეში რო დასხდებიან ვიღაც ჟურნალისტთან, რო ტეხავს იმასთან ლაპარაკი, რომ იცი რა რუბიოს ოფისში მქონდა შეხვედრა, ტეხავს ესა? თუ პირიქით ასწორებს მაპატიეთ ეგეთი ჟარგონისათვის. საქმე ის არის, რომ ჩვენს აი ტეხავს და ასწორებს, ანუ რუბიოსთან რომ მიხვიდე, უნდა იცოდე რა უნდა ილაპარაკო და არ იციან რა უნდა ილაპარაკო. არა, იმიტომ რომ ფიქრი სხვაგან არის. ფიქრი იმაზე კი არ არის რა უნდა გაკეთდეს. ფიქრი იმაზე არის, მე ამ ჟურნალისტს თუ იმას არ ვეთქვი, რაც მას არ მოეწონება, ხო შეიძლება მეორედ არ დამიზახო სტუდიაში. აი ამაზეა ფიქრი. სიმართლე თუ გაინტერესებთ, ამაზეა ფიქრი. ვინ რამდენი ხნით რომ სტუდიაში დაждდება და ცოტა ხანში ის სტუდიებიც რო აღარ იქნება და ყოველ შემთხვევაში იმ ფორმატით, თუნდაც რა ფორმატითაც დღეს არსებობენ, ამაზე მე მგონი აღარავინ არ ფიქრობს. და ეგ რო გადაიკეტება ერთ წელიწადში, არც ეს პერსონაჟები აღარ ემახსოვრება არავისა რა. ეხლა მე გაიღვიძებს ერი და მოითხოვს მიშას თავისუფლებას, ხო? როდის უნდა გავიღვიძოთ მაქამდე, რომ ამაზე შევთანხმდეთ და ამაზე გავერთიანთ. თუნდაც. ხო? ამიტომ ძალიან რთულია ამ ვითარებაში. აგერ ჩვენ ესე ვლაპარაკობთ, ელისო რაღაცას ვცდილობთ, რაღაცა და გუში ჩდება იმისი წერილი, ლომჯარიას წერილი, რომ თურმე 2028 წლის არჩევნებისთვის უნდა მოვემზადოთ. გეკითხებით, ეს შიზოფრენია არ არის? დაუწერეს ქვევით ვიღაცებმა, რომ ეს ანუ ვიღაცა დონორი გამოგიჩნდა, რომელიც ამას გიფინანსებს და იმიტომ წერა დებილობასო, ანუ მხოლოდ მარტო ამაშია საქმე. გამოჩნდა ვიღაცა ბოდიში და გამოსირებული სავარაუდოდ ევროპელი დონორი, რომელმაც თქვა, აი ასეთ რაღაცას, აი ამაში დაგიფინანსებთო და გრანტს მოგცემთო თუ ამაზე იმუშავებთო და გამოენძრია. ხო, არ ვიცი ვინ გამოჩნდა, მაგრამ აი რამ დონეზე უნდა გქონდეს? კაი, დონორი გამოგიჩნდა, ხო? ხო შეიძლება თუნდაც აი ეგეთი მავნებლური ამბავი, ხო, განახორციელო რაღაცა ცოტა უფრო მამაძაღლურად რა, როგორ ითქვა, ესე პირდაპირ არ ესე იგი, ხალხს ქუჩაში აპატიმრებენ ქუჩის გადაკეთებისთვის, მოხუც ქალებს და ბავშვებს და ჩვენ დავიწყოთ ახლა მომზადება 28 წლის არჩევნებისთვის მომზადება დავიწყოთო. ნუ, აი არ ვიცი რა. არ ვიცი ეს არის ბოროტი NGO, ბოროტი ვითომ ოპოზიციური კლასტერი, ბოროტი ტელევიზიური და მედია კლასტერი. ხო და ნუ მე ეგენი ქმნიან ინგლისურად რასაც ქვია opinion maker-ები არიან, ხო? ანუ საზოგადოებრივ აზრს აყალიბებენ.
საზოგადოებრივ აზრს აყალიბებენ. არაყალ ეგრევე. პირიქით მოწყვეტილი არიან საერთოდ რეალობას საზოგადოება, არა, ანუ მაგაში ვერ გაგეთანხმები. მოსახლეობაში ვერა. ესენი ანუ იქ ახლა ვინც დაულაიქა ეს და ვინც მოუწონა, იგივე ის კუტოკია. იგივე ის იგივე ენჯოები არიან და იგივე ტელევიზიის რაღაცა მუშაკები. ვინც დაუკრა ტანში, მე არ მინახავს იქ ვინმე ნორმალურ ადამიანს ეთქვას მაშინ მე ესე დაგისვამ ანუ კითხვას. მოსახლეობა და ამომრჩეველი როგორც ასეთი ყველა ვუწევდით მაშინ მე შიქო ესე არა გაქვს დაგისვამ უკაცრავად. მაშინ კაი ბატონო, რა ხან მაგ თემაში წავედით, მაშინ ასეთ კითხვას დაგისვამ, ხო? ესა რამდენმა პირველმა პირმა ოპოზიციური პარტიების, ну აი ზედა ეშელონმა, მე ქვედაზე არ ვიძახი, ხო? გააკრიტიკე. არავინ არ იყო ხო პარტიები და აბა მანძილზე. რაზე ვლაპარაკობთ მაშინ? მანდ იყვნენ ეს ექსპერტები და ტელევიზია. ხო და ამ ფენამ, ამ უმთავრესმა ფენამ, ვისაც ეს თემა ეხება, ხო? ხო ეძახი თავს პოლიტიკოს, არა პოლიტიკური პარტიის ლიდერი ხარ, ხო? ოპოზიციური. ზოგი ციხეშია, ზოგი ციხის გარეთაა დარჩენილება, რომ ციხიდან ხო შეიძლება რაღაცის ისა რეაგირება ამ თემაზე, არა? ასეთი რეაქცია იყო საიდან მე ვერ ვნახე. მე ვერ ვნახე. განა იმიტომ რომ ეს მოწონთ. ეხლა ვიცი მე ძალიან შენც იცი რომ ძალიან ბევრს ვიცნობ და რა თქმა უნდა თავში მათ ეგეთი რამე არ მოუვათ რაღაც, მაგრამ ღია კრიტიკას ერიდებიან, იმიტომ რომ შენ თუ ღია მას გააკრიტიკებ, შენ ისა რა ქვია, ტევ პიროვმა შეიძლება აღარ მიგიწვიოს, იმან შეიძლება აღარ მიგიწვიოს ფორმულამ და მე აქვთ ეს განცდები, რომ აი მე ერთი თვეა, ორი თვეა ეთერში არ ყოფილვარ და რა ვქნა ხალხს და ვავეწყე. აი ეგ არის რეალობა. აი ეგ არის რეალობა. კარგი, მეგობარი აქტის დეტალებზე მე მაშინვე თვითონაც ვილაპარაკებ აი ამ ქარდების მიხედვით და უფრო გავშლი ყველა პუნქტს, მაგრამ მთავარი ჩვენ უკვე ახლა ვთქვით. მეგობარი აქტი უთუოდ დაგვეხმარება გარედან იმაში, რომ ჩვენ შიგნიდან ცოტა მაინც მოვძლიერდეთ და ვიგრძნოთ, რომ ვიღაცასთან ერთად ვებრძვით ბიძინას და მის რუსულ მთავრობას თუ რუსულ, რა ვიცი მე, ხუნტას. რომ მარტონი არა ვართ, ამ შეგრძნებას გააჩენს უთუოდ ჩვენში ეს ერთი და მე მეორე როცა მოვიშორებთ, დაგვაწყებინებს მზადებას დეოკუპაციისთვის. ნუ ახლა ჩემთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანია და იმედია ჩემი მაყურებლისთვისაც და იმედია მხოლოდ ამ ორი რაღაცის გამო აუცილებლად მოგინდებათ რომ ხელი მოაწეროთ პეტიციას და ისედაც სადმე გარშემო ვინმესთან თუ რამეზე ლაპარაკობთ, ამაზეც რო ილაპარაკოთ. მოგიწოდებთ. არ ვიცი მე ნახე ჩვენთან ეს იმდენად დარღვეულია უკვე პოლიტიკური ფენის ადეკვატურობა და იმდენად ვერ გრძნობენ ვერც გარე რეალობას, ვერც შიდა რეალობას, რომ ხალხში ოდნავ მაინც რო გაჩნდეს მეგობარი აქტის მიმართ ყურადღების გამოჩენის მოთხოვნა, ეს ვინმეზე თუ იმოქმედებს საერთოდ პოლიტიკოსი ყველა ციხეშია. ჩემთვის ერთადერთი პოლიტიკოსი მიშა, დანარჩენი ყველა რაღაცა ვითომ პოლიტიკოსები არიან, მაგრამ მაინც ეს ვითომ პოლიტიკოსებიც ხო ციხეში ზიან. ხო და ვინც გარეთ არის დარჩენილი, იმათზე რამენაირად მაინც თუ მოქმედებს საზოგადოებრივი აზრი და საიდანმე მაინც თუ ღებულობენ ინფორმაციას აზრი სად არის საზოგადოების ძალიან რთული მდგომარეობა მოკლედ. ხო, ну თუნდაც მაგ ისე იმავე წრეზე წავალ ამ თემაში. ესე იგი, თუნდაც ის რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი თავის თავს ოპოზიციურს ეძახის და თქვა პატრიოტებს, ხო? ამ თემაზე თითქმის არ ლაპარაკობს. თითქმის არ ლაპარაკობს. მე არ ვამბობ, რომ ან კარგი ლაპარაკობს, ან ცუდი, ხო? ანუ თემაზე მსჯელობა არ მიდის ქართულ საზოგადოებაში. თვით იქ წარმოიდგინე აი ყველაზე უფრო გაშიშვლებული ნერვი, ხო, პატრიოტული საზოგადოების, რომელიც აი რუსთაველზე იკრიბება ყოველ დღე, აი ეს თავგანწირულ რაღაც იმაში რო არიან, ხო? რომ ეგ სხვა საქმე არის, აზრი აქვს იმ გადაკეტოს თუ არა აქვს, მაგრამ ეს ადამიანები რაღაც
ესე არიან, ხო? აი რო იტყვენ. თვით იქაც კი ამ თემაზე არავინ არაფერი არ იცის. იმიტომ არ იცის, რომ ამაზე არავინ არ მსჯელობს. იმათი ბრალი არ არის, პოლიტიკოსების ბრალია, ხო? რომლებმაც ეს ამ საკითხების აქტუალიზაცია უნდა მოახდინონ. არავინ არაფერი არ იცის. არავინ ამაზე არ ლაპარაკობს. არ ვიცი რა. აი ბატონო, შეიძლება ეს არ მოგწონთ. სიტყვაზე ვამბობ, ეს რედაქცია, ხო? მსჯელობა რას ნიშნავს? რომ მოდი ვიმსჯელოთ, იქნებ უკეთესი რედაქცია გამოვიდეს. ან იქნებ ეს აქტი საერთოდ არ გვინდა და რაღაც სხვაზე ვიმუშაოთ. მაგრამ როცა არც არაფერს არ აკეთებ და არსებულსაც აზრს ვერ გამოთქვაო, დალოცილო, მაშ სადახარ, რომელ დეპოში ხარ? არ ვიცი, მე არ სარეცხებ ყველან ნახე ერთადერთი რაც ანუ რისთვისაც შეიძლება მოგინდეს რომ დაჩქარებული იყოს ეს აქტი პოლიტპატიმრებს ხო ათავისუფლებს წესით მათ ხო არის ეს გათვალისწინებული პოლიტპატიმრების გათავისუფლება და კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილს შეეხება? არა. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ნიშნავს ამ რეჟიმის დასრულებას. ხო და ამიტომ ყველანაირი ყველაფრის ნუ სათავეში ეს საკითხი უნდა იდგეს, ხო, არა, როდესაც რეჟიმის ელისო, დასრულება ამიტომ პირიქით არის მანდ, ესე იგი, ეგ ნიშნავს იმას, რომ ამერიკამ შეერთებულმა შტატებმა რეჟიმს გამოუტანა განაჩენი. და ეუბნება, რომ აი ახლა მშვიდობიანად წადით და სანამ წახვალთ, აი ეს ადამიანი გამოუშვით, მე ვარ იმის გარანტი, რომ ეს ადამიანი თქვენ თავებს არ დაგაყრევინებთ. აი ეს მხოლოდ აი ესეთ კომბინაციაში შეიძლება მოხდეს ეს. თავისი ნებით ესენი ჩემი აზრით მე ამას ჯერ კიდე როცა ცოტა შტერი ვიყავი და ბაიდენი ნორმალური მეგონა, მაშინ ველოდებოდი რომ აი ბაიდენი რო გადაწყვიტავს რომ მორჩა ახლა რუსეთს ბოლო რო უნდა მოუღოს, მან იმ მომენტში გამოუშვებს მიშას. აი ხა ტრამპი როდესაც გადაწყვიტავს რომ უკვე რუსეთს დასრულდა რუსული ომი და რუსეთმა უნდა გაიტანოს ყველანაირი თავისი ტანკები აი ამ ტერიტორიებიდან, იმ მომენტში უნდა გამოუშვას მიშა და ეს მომენტი დაახლოებით როდის გაზაფხულზე თუ შეიძლება არასდროს? არა, უფრო იქეთ. ჩემი ვარაუდით მიღებული არის გადაწყვეტილება ტრამპის ეს ბოლო 2-3 თვის ნაბიჯები. აი მოდი ძალიან მოკლე იმას გავაკეთებ რა, ძალიან მოკლე შევესწრებით, ხო? პირველი ნახევარი წელი თავისი მეორე კადენციის ის ცდილობდა საკითხები მოეგვარებინა მაქსიმალურად მშვიდობიანად, მინიმალური დანაკარგებით. ეს მშვიდობაზე ლაპარაკი ეგ იყო, რომ ეს ყველაფერი ხო დანახარჯებს უკავშირდება რა. ანუ ფინანსურს, ადამიანურ ფინანსურ რესურსებს და ასე შემდეგ. თქვენ იცით ხო მისი თავარი ის რა იყო, რომ ამერიკა აქვს საშინელი ვალები, ჩვენ გვინდა ვალებიდან ქვეყანა ამოვიყვანოთ, ამიტომ გვინდა აღარ გვინდა ომები, გვინდა ვაჭრობა, რომ ფული არ იხარჯებოდეს უაზროდ იმაზე. ომზე დახარჯული ფული მართლა ეხლა გზელვადიან პერსპექტივაში რო შეხედო, ცუდი ფულია, ხო? საბოლოო ჯამში, მაგრამ მან დაინახა, რომ შემხედრი მოძრაობები არ არის უბრალოდ რა. აი უბრალოდ არ არის არანაირი შემხედრი მოძრაობა. რატომ დაინახა ასე გვიან? არ ვიცი, ამას რა მნიშვნელობა აქვს. ეხლა უკვე მე ამაში არ გეთახმები, ოდნავ არ გეთახმები, მაგრამ არა, ანუ მე არ მგონია რომ ეს თავიდანვე არ ესმოდა. მე ჩემი პოზიცია კი არ იმას ვქენი, ხო, ვიღაცა შეიძლება აი 6 თვე გავიდა და ეხლა დაინახა, დალოცილო იმარო 3 წელი ვერ დაინახა, იმაზე რატო არ შფოთდებოდი ამის წინა ბაიდენი. აი ეს 6 თვე ტრამპი იმას აკეთებდა, რომ თავის საკუთარ მოსახლეობას აჩვენა, რომ მეორე მხარე რამდენად არაადეკვატურია. იმათაც დარწმუნება უნდოდა, რა თქმა უნდა, უნდოდა დარწმუნება. ნუ არ გამოვიდა, ესე იგი მიიღეს გადაწყვეტილება ხისტი გადაწყვეტილება. ხისტი გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, წეღანას თქვი რა. რომ რუსეთს სატელიტები არ უნდა ყავდეს და საქართველოს სატელიტია. არა, მაგას არ ნიშნავს. მხოლოდ მაგას არ ნიშნავს. სანამ ბოლომდე მაგას არ ნიშნავს. ნიშნავს რუსეთის სამხედრო დამარცხებას. აი
ბატონო? ხო და რუსეთს სამხედროდ რომ ამარცხებ, საქართველო ამ მომენტისთვის უკვე მზად უნდა გყავდეს და საქართველოში ამ დროს რუსული არა, რეჟიმი არ უნდა გქონდეს. შეიძლება ეგრეც იყოს, და ელისო, მაგ შეიძლება იგი არ მომენტის რამოდენიმე თვით ადრე მაინც უნდა გამოუშვა უკვე მიშა, რომ აქ გაწმინდო აქაურობა. და ვინ გამოუშვებს მას? ხო და მაგაზე ვამბობ, ანუ ტრამპი როდესაც ამარცხებს რუსეთს, ელისო, მან როგორ ანუ პერიმეტრი ცოტა უნდა მოაძლიეროს და პერიმეტრს ვერ ეს ანუ იმას საქართველო მაგ ნიშნავს, პერიმეტრზეა. მაშინ მოდი რა რეალისტურად შევხედოთ ამას. შენ რაზაც აღწერ, მაშინ უნდა ესე იგი ასე უნდა იყოს, ხო? აი რუსეთი ერთ თვეში, ორ კვირაში მარცხდება, ამას უკვე ხედავს ქართული ოცნება და გარბის საქართველოსთან. აი შენ ამას აღწერ ახლა. ეგ არა, მე აღწერ ამას, აი ტრამპმა უკვე იცის, რომ რუსეთი დაახლოებით 6 თვეში უკვე მოყომარებული უნდა გქონდეს. გასაგებია, მაგრამ ბიძინა მიცი? და აი 6 თვეში რომ მოყომარებული უნდა გქონდეს, იმან აი ეგ საქართველოს უკვე მაგისთვის ახლა უკვე ნორმალურ მდგომარეობაში უნდა დაიწყოს საქართველოს მოსვლა და ახლა უკვე ბიძინას მოსაშორებელი და მიშა გამოსაშვები. არა, ეგრე არ ხდება სამწუხაროდ. რუსეთიდან სანამ ბრძანება, ესე იგი ორი ვარიანტი არის გადაწყვეტილების მიღების. ერთი რომ მოსკოვიდან მიცენ ეგ ბრძანება, ხო? ეგ რატო უნდა მისცეს მოსკოვს, რაში ჭირდება? მოსკოვიდან ბიზინა აბავის ბრძანება შეასრულებს შენი აზრით. ხო, ანუ რატო უნდა მოუნდეს მოსკოვს მიშას გამოშვება? ესე იგი, ხო და მე თეორიულად ვიცახი, ხო? ორი ვარიანტია, ან მოსკოვიდან უნდა მოვიდეს ეს ბრძანება, ან ბიძინამ უნდა დაინახოს თავისი უპერსპექტივობა მოსკოვთან მიმართებაში. ხო ასეა? ან უფრო მეტად უნდა შეეშინდეთ ტრამპის ვიდრე მოსკოვის. ხო, მაგას ვამბობ, მაგას, ხო, თავის უპერსპექტივობა უნდა დაინახოს მოსკოვთან მიმართებაში. და ტრამპს თვითონ უნდა შესთავაზოს? მაგას ამბობ? არა. აბა, კაცუდან ზუსტად უთქვი ახლა რას ვამბობ. ანუ ხო ზიანი იქ იმაში ოვალურ კაბინეტში და ხო გეგმავენ ახლა რუსეთს როგორ ბოჭავენ და რუსეთი შებოჭვა ხო იმაში მდგომარეობს რომ საქართველოს გამოაცალო ხელიდან. კი, მაგაში მდგომარეობს, მაგრამ ხო და მაგის დრო, ანუ თუ შენ უკვე დღეიდან 6 თვეში უკვე შებოჭილი თუ გინდა რომ გქონდეს და გყავდეს რუსეთი, საქართველოს უკვე ახლა უნდა უშველო რომ ნაშველი საქართველოთი მე სანამ რუსეთს ვერ შებოჭავ თუ საქართველოს ასე დატოვებ. იმიტომ რომ ანუ იქიდან გამოიქცევა უკრაინიდან რაღაცებს აქეთ შემოყრის, იქიდან გიუმრიდან გადმოიტანს ბაზას აქ დაგიდგამს და რა საჭიროა აი ესენი აქ საქართველოს ჯერ გაასუფთავო უნდა და მერე უნდა შეუტიო ბოლომდე. როგორ უნდა გაასუფთავო ჯარი გადმოსვა რას მელაპარაკებთ? არა, მიშა გამოუშვა, რა ჯარი გადმოსვა. სპეცრაზმი გამოგზავნო რომ გავრიყო ბიჭინას და უთხრა იმას გიზამ, ამას გიზამ გამოუშვით, რომ გელის მადუროს გამოვაცხადებ შენზე მას 9 მილიონს მივიდეთ მაგამდე რატო ნერვიულობ? ეს მიმართვა მე მაგამდე მინდოდა 4 წლის წინ უკვე მისულები რომ ვიყავით და რა ვერ მივედით. ხო ხედავ ცოტა შორიდან მოდის შუა აზიის ისენი დაიბარა პრეზიდენტები. გამსლა წრეზე წავიდა. აბა როგორ? ჩვენთან გაცილებით უფრო რთული ცუდი ვითარება არის ვიდრე შუა აზიაში. მე გულისხმობ მოსკოვზე დამოკიდებულების თვალსაზრისით. კი. ხო და ნუ ასე არავის არ უსის ამდენი ხალხი ციხეში. კი ბატონო. კაი. თუ ზედმეტად ემოციური ვიყავი, ბოდიშს ვუხდი ლევანსაც და მაყურებელსაც. მოკლედ რა, მეგობარი აქტი და მიშას თავისუფლება თუ მიშას თავისუფლება და მეგობარი აქტი. მიშა თავისუფალი რო იყოს მეგობარი აქტი საერთოდ არ დაგჭირდებოდა არასდროს. მართლა უნდა. ეგეც სათქმელია და კაი. რთული დღეები და თვეები კიდე გაგვიგრძელდება, მზად ვიყოთ ამისთვის მორალურად და ვაგრძელებთ ბრძოლას. რუსეთი დამარცხდება აუცილებლად, დამარცხებულია ზოგადად, მაგრამ საქართველოში დამარცხდება აუცილებლად. თავარია ჩვენ არ დავიღალოთ. და გამძლეობა გვეყოს. ასეც იქნება. კარგი. დაამატებ რამეს? არა.
რა უნდა დავამატო? კაი, მომავალ შეხვედრა. ნახვამდის.